უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფორუმი არის გათვლილი აბიტურიენტებისთვის და მშობლებისთვის, ვისაც აინტერესებთ, რომ გაიგონ მეტი ინფორმაცია საერთაშორისო აკრედიტებულ ან აკრედიტაციის მაძიებელ პროგრამებთან დაკავშირებით. ეს არის საუბარი არის როგორც ინგლისურენოვან, ასევე ქართულენოვან პროგრამებზე. ეს საერთაშორისო აკრედიტაცია არის ასე ვთქვათ, მისი წყარო არის ამერიკული უნივერსიტეტები. ამერიკული უნივერსიტეტები ამ სტანდარტებით მუშაობენ და ამ სტანდარტების ნაწილი არის ზუსტად აი ამ ტექნოლოგიური ფორუმის ორგანიზებაც. სტანდარტი გულისხმობს, რომ სწავლების პროცესი და ინდუსტრია უნდა იყოს ერთმანეთთან ძალიან ახლოს. და მეორე მიზანი სწორედ ეს არის ამ ღონისძიების, რომ ინდუსტრიის წარმომადგენლებმა, IT ინდუსტრიაში, ტექნოლოგიურ სფეროში, საინჟინრო სფეროში ვინც მუშაობს, შეაფასონ, მოვიდნენ და ნახონ და დაწერონ მათ შორის ნიშნები, იმიტომ რომ ეს შეფასების ნაწილი არის ის ფინალური პროექტები, რომლებიც ეხლა მოამზადეს უკვე კურსდამთავრებულებმა, ამ პროგრამების კურსდამთავრებულებმა. მოკლედ, აი რამდენიმე მიზანს ემსახურება და შეუძლია ღია არის აბსოლუტურად დასწრება ღია კარის დღისთვის, ვინც დაინტერესებული არის, ასევე შეუძლია თავისუფლად მოვიდნენ და დაესწრონ პრეზენტაციებს ფინალური პროექტების და ნახონ რა დონის და რა ტექნოლოგიური გამოწვევების გადაჭრა შეუძლია ჩვენს კურსდამთავრებულებს. მოგვიყევით ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის შესახებ, აი რა შესაძლებლობას წარმოადგენს ის სტუდენტებისთვის? ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლა არ არის ახალი, უფრო სწორედ რამდენიმე წელი არის რაც დაფუძნდა, მაგრამ დიდი ხნის ფესვები აქვს მას უნივერსიტეტში, მაგრამ 2020 წლიდან რეალურად ახალი სიცოცხლე შეიძინა ამ ყველაფერმა. სან-დიეგოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა უახლესი საბაკალავრო პროგრამები კომპიუტერული მეცნიერების, კომპიუტერული ინჟინერიის, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის და სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით. სან-დიეგოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ძალიან დიდი მონაწილეობით და Millennium Challenge Corporation-ის თანამონაწილეობით აშენდა ახალი ტექნოლოგიური კორპუსი, აღიჭურვა ეს კორპუსი უახლესი ლაბორატორიებით, იმ სტანდარტებით, რაც სან-დიეგოს უნივერსიტეტში არის, ამერიკული სტანდარტები რაც არის და ეს ტექნოლოგიის სკოლა ამ ეტაპზე აძლევს საშუალებას სტუდენტებს, რომ მიიღონ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული და გამოყენებითი ცოდნა ელექტრონიკაში, კომპიუტერული ჩიპების დაპროგრამებაში, პროგრამირებაში და თანამედროვე ტექნოლოგიების შექმნასა და განვითარებაში. აი ჩვენ ვიცით, რომ ზოგადად მაღალი არის მოთხოვნა ტექნოლოგიური მიმართულებების მიმართ. როგორ არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში? რამდენად დიდია მოთხოვნა? ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპიუტერული ინჟინერიის და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამებზე მუდმივად ივსება ადგილები, რაც გვაქვს ჩვენ გამოცხადებული. ადგილების რაოდენობა არ არის დიდი, კომპიუტერული მეცნიერების პროგრამაზე 45 სტუდენტს ვიღებთ ხოლმე, კომპიუტერული ინჟინერიის ინგლისურენოვან პროგრამაზე 15, ქართულენოვანზე 35, ელექტრული ინჟინერიის და სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამებზე, ელექტრული ინჟინერიის პროგრამებზე საკმაოდ კარგი შევსება გვაქვს, მათ შორის უნდა აღინიშნოს, რომ დიდია წილი უცხოელი სტუდენტების, რომლებიც აღმოსავლეთიდან ჩამოდიან ჩვენთან და არა მარტო, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდანაც არიან. სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით, ეხლა ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამ პროგრამის კიდევ უფრო დახვეწა, განვითარება, პოპულარიზაცია, იმიტომ რომ სამოქალაქო ინჟინერია ახალი ხილი არის ზოგადად ქართული საგანმანათლებლო სივრცისთვის, იმიტომ რომ ძალიან მულტიდისციპლინარული არის და თან ამავე დროს ძალიან მოთხოვნადი არის როგორც აკადემიური სფეროს კუთხით განვითარებისთვის, ასევე დასაქმების კუთხით, აი დაწყებული ურბანული განვითარებით, დამთავრებული ვთქვათ სატრანსპორტო დაგეგმარებით, ყველაფერს ეს სამოქალაქო ინჟინერია განსაზღვრავს. ხო, ანუ ამ ეტაპზე საკმაოდ დიდი არის მოთხოვნა კომპიუტერულ ინჟინერიაზე, კომპიუტერულ მეცნიერებაზე, ასევე ელექტრულ და ელექტრონულ ინჟინერიაზე და მზარდი მოთხოვნა გვაქვს სამოქალაქო ინჟინერიაზე. რამდენად გათვალისწინებული არის დასაქმების კომპონენტი სწავლების პროცესში? თვითონ ეს სტუდენტებს დაუშვათ განათლების მიღების პარალელურად თუ აქვს პრაქტიკის გავლის საშუალება და ამის ხელშეწყობას თუ ძალიან ხელს უწყობთ სტუდენტებს, თუმცა ამავე დროს მუდმივად ვახსენებთ, რომ აუცილებელი არის მიიღონ ფუნდამენტური ცოდნა. კომპიუტერულ მეცნიერებაზე სტუდენტების უმრავლესობა დასაქმებულია უკვე. ძალიან ბევრ ღონისძიებას ვატარებთ სემესტრების განმავლობაში, როგორც დამსაქმებლებთან კომუნიკაციის კუთხით, ასევე თუ რაიმე კონკურსი ცხადდება, ან თუ რაიმე სტაჟირება ცხადდება, ყველანაირ ინფორმაციას ვასწვით სტუდენტებს და სწორედ ამის ხარჯზე არის, რომ კომპიუტერულ ინჟინერიაზე, კომპიუტერულ მეცნიერებაზე და ელექტრონულ ინჟინერიაზე დასაქმების ხარისხი საკმაოდ მაღალი არის. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს სან-დიეგოს უნივერსიტეტთან ორმაგი ხარისხის პროგრამა სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით, ანუ ეს მესამე პროგრამა არის ქართულ და ინგლისურენოვან სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამებთან ერთად.
და დასაქმების კუთხით ზუსტად ეს ფორუმი მათ შორის ემსახურება იმას, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს კავშირი დამსაქმებლებსა და სტუდენტებს შორის, რომ ისინი მაქსიმალურად დაახლოვდნენ. გარდა ამისა, ესეც საერთაშორისო აკრედიტაციის მოთხოვნა არის, რომ ყველა საგანმანათლებლო პროგრამას ყავს ინდუსტრიულ მრჩეველთა საბჭო, რომელიც წელიწადში ერთხელ მაინც, ან ორ წელიწადში ერთხელ მაინც იკრებება და ადგენს საგანმანათლებლო პროგრამის მიზნების სისწორეს და თავსებადობას თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებთან. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ორიენტირებული არის ეს პროგრამები იმაზე, რომ შემდგომ წარმატებული კარიერა დაიწყონ სტუდენტებმა. ბატონო რეკა, თქვენ ამდენჯერ მიახსენეთ ეს ქართულ და ინგლისურენოვანი პროგრამები. არჩევითი არის ეს პროგრამები, თუ ნიშნავს იმას, რომ უცხოელებით სწავლობენ ჩვენ თანამემართულებებზე? ამ შესაძლებლობასაც გულისხმობს? საქართველოს მოქალაქეებიც არიან, რა თქმა უნდა, უმრავლესობა ინგლისურენოვან პროგრამაზე საქართველოს მოქალაქეა, თუმცა ინგლისურენოვან პროგრამაზე ასევე ირიცხებიან უცხოელი სტუდენტები, რაც თავის მხრივ ძალიან დიდი პლუსი არის იგივე ჩვენი სტუდენტებისთვის, ადგილობრივი სტუდენტებისთვის, რადგან თავიდანვე ეჩვევიან ამ საერთაშორისო გარემოში, მულტიკულტურულ გარემოში ოპერირებას, კომუნიკაციას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კურსი ორიენტირებული არის ჯგუფურ პროექტზე და მათ უწევთ ჯგუფში გაერთიანდნენ ამ უცხოელ სტუდენტებთან ერთად და შეიძინონ ეს უნარებიც. ანუ მარტო ტექნიკური და თეორიული ცოდნის კუთხით არ არის ეს ყველაფერი მიმართული, ასევე ადამიანური, კულტურული და ამ ურთიერთობების ჩამოყალიბებაზეც არის ეს ყველაფერი ორიენტირებული, რაც ისევ შემდგომ კარიერაში გამოადგებათ.